დილამშვიდობისა, სრულიად საქართველოს მოგესალმებით, დილამშვიდობისას გეტყვით. დილამშვიდობისა მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებელო. ბაჭო მოგესალმებით. გამარჯობა დილამშვიდობისა. დღეს 29 დეკემბერია, კვირა დღე, რაც იმას ნიშნავს, რომ დილის ლაივი ეთერშია და ძალიან საინტერესო გამოშვება პირველების დაწყებამდე მე და მარიამი ვიქნებით თქვენთან ერთად და შევეცდებით საინტერესოდ გავიაროთ ჩვენი საეთერო დრო, ასე რომ არ უნდა გადართოთ, ვიყუროთ და წარმატებებს გისურვებთ. ჩვენთან ერთად, ესე იგი, გადაცემას დღეს ანა ზაქაშვილთან ერთად ვიწყებთ, რომელიც ზამთრის მოახლოებასთან ერთად მეტად აქტუალურ საკითხზე ისაუბრებს, ასე რომ მე მგონი დროა რომ ჩვენს ანა შემოვიხმოთ თუ კი მზად არის ჩვენი ანა, როგორც ვიცი, სტუმართან იყოს წესით, მაგრამ მგონი არა, თუნდაც კოკა-კოლა შემომთავაზე შენ. ვაიმე, მომეცი როგორ შემომთავაზებ? ახლავე. აუ, კარგია. მე ძალიან მიყვარს ხალხ შორის კოკა-კოლის ძილის დაწყება. ხო? კი, ვერ ასე ვთქვათ, ვერ მოგაწყობ ჩემო ბაჭო. მაშინ დავიწყოთ, ხო, კარგი დაწყებაა ჩემი აზრით. კი ბატონო. და ძალიან კარგი გაგრძელებაა გუშინდელი დღის, მინდა ვთქვა, რომ მართლაც არაჩვეულებრივი საპროტესტო აქცია მოეწყო, რა ვიცი, მთელ საქართველოში, თბილისში, დედაქალაქში ეს ჯაჭვი იყო ულამაზესი, რომელიც ეს ხიდები შეერთდა, მერე მსვლელობა, ძალიან ბევრი ხალხი საბოლოო ჯამში, ბევრმა ადამიანმა მოიყარეთ თავი რუსთაველზე და მოკლედ ძალიან, ესე იგი, ჩვენი ქვეყნის ბოლო 32 დღე მსოფლიო ყურადღების ცენტრშია ქართველი ხალხის სწრაფამ ევროინტეგრაციისკენ თვეზე მეტია ადამიანები ქუჩაში გამოიყვანა. თითქოს ყოველი დღე განსაკუთრებულია თავისი დატვირთვით, მუხტით, ერთობით, თუმცა გუშინდელი დღე იყო განსაკუთრებით ემოციური. ჯაჭვი, რომელიც ქალაქს შემოარტყეს ადამიანებმა. ერთი შეხედვით თითქოს სიმბოლური პერფორმანსი იყო, თუმცა ჩემთვის, როგორც ერთი ადამიანისთვის, ეს იყო ქვეყნის და ხალხის მთავარი თვისების დემონსტრირება. როგორ ვერთიანდებით მაშინ, როცა სამშობლოს სჭირდება ეს იყო ამის დასტური. გუშინდელ შთამბეჭდავს სახალხო ჯაჭვში ჩვენი ჟურნალისტი თათი ალაბაძეც იდგა, ბაჩო და მე მგონი უნდა ვნახოთ გუშინდელი შთამბეჭდავი დღე. დიდი სიამოვნებით.
დავუბრუნდით ჩვენი გუშინდელი შთამბეჭდავი კადრების შემდეგ ისევ პირდაპირ ეთერში და გადაცემას ჩვენს ანა ზაქაშვილთან ერთად ვაგრძელებთ, რომელიც როგორც უკვე ვთქვით, ზამთრის მოახლოებასთან ერთად მეტად აქტუალურ საკითხზე ისაუბრებს. დილამშვიდობისა, მოგესალმებით ანა. დილამშვიდობის, მოგესალმებით. მივესალმები, რა თქმა უნდა, ჩვენს ტელემაყურებლებს. კი ბატონო, დღეს ძალიან აქტუალურ საკითხზე უნდა ვილაპარაკოთ და ეს არის წვერის პარსვა. დღევანდელ რუბრიკაში გასწავლით, როგორ უნდა გაიპარსოთ სწორად წვერი, როგორ უნდა შეარჩიოთ საპარსები სწორად, რომ შემდეგ ის დისკომფორტი, რაც ახლავს ხოლმე თან წვერის გაპარსვის შემდეგ გამონაყარს და შემდეგ ეს მდგომარეობა და მოცემულობა რომ არ დაგვიდგეს, თან მოგეხსენებათ, რომ ახლა მოვიდა უფრო სწორად ზამთარი, აცივდა გარეთ, სიცივე კიდევ კანის ნომერ პირველი მტერი არის და აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სწორად როგორ მოვუაროთ პარსვის შემდეგაც ჩვენს კანს და თან ერთი ძალიან საინტერესო კვლევის შედეგებიც უნდა გაგაცნოთ. ამისთვის კი ჩვენი სტუმარი უნდა შემოვიწვიოთ სტუდიაში ნათია ნადირაშვილი, კომპანია დორკოს ქართველი წარმომადგენელი. შემოგვერთება ნათია, დილამშვიდობის, მოგესალმებით. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მადლობა რომ კიდევ ერთხელ დამიწყეთ საეთერო დრო. კი ბატონო. ნათია, მოდი ვისაუბროთ აი იმ კვლევაზე, რაც მე აღვნიშნე, კომპანია დორკომ, საერთაშორისო კომპანია დორკომ ჩაატარა მსოფლიო მასშტაბით კვლევა. და შენ თვითონ მოგვიყევი ახლა ამ კვლევის შესახებ რა გამოვიკულიეთ? მოკლედ, თქვენი მაყურებელი დორკოს უკვე კარგად იცნობს, ფიქრობ, იმიტომ რომ უკვე ბევრჯერ ვიყავით თქვენთან დორკოს შესახებ და ზოგადად პარსვის წესებზეც უკვე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ. დღეს აუცილებლად უნდა გავიმეოროთ. დღესაც აუცილებლად უნდა გავიმეოროთ, რა თქმა უნდა. უბრალოდ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის ის, რომ დორკომ 2024 წელს ჩაატარა საერთაშორისო კვლევა, რომელშიც რა თქმა უნდა საქართველოს ჩაერთო, რადგან დორკოს წარმომადგენლობა საქართველოში არსებობს და ეს იყო კვლევა მამაკაცების პირის პარსვასთან დაკავშირებით. ანუ დორკო არ არის მხოლოდ მამაკაცების ბრენდი, ეს არის ქალბატონებისთვის, მაგრამ ეს კონკრეტული კვლევა ეხებოდა მამაკაცის პირის პარსვას. ეს იყო გამოკითხვა, თუ რა მნიშვნელოვანი არის, რომ მამაკაცმა ატაროს გაპარსული წვერი და ეს ეხებოდა ვიზუალურ და ესთეტურ ნაწილს, რამდენად მოსწონს საპირისპირო სქესს მამაკაცები გაპარსული ან გაუპარსავი პირით. და ძალიან უცნაური შედეგები დაიდო. პრინციპში ვფიქრობ, ალბათ ლოგიკურიც, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ჩვენ დროს ტრენდული არის წვერის ტარება, ძალიან მოდურია წვერის ტარება, აღმოჩნდა, რომ ქალბატონების აბსოლუტურ უმრავლესობას, რომლებიც კვლევებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით მონაწილეობდნენ, მოსწონთ მამაკაცები გაპარსული პირით. და რატომ მიზეზი რა სახელდება ესეც? აღმოჩნდა, რომ ასეთ მდგომარეობაში ბაჭო თქვენ ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურებით და წვერის ყოველთვის მოვლილად გაქვთ და სახისკანიც. მიზეზი აღმოჩნდა ის, რომ ეს არის არა მხოლოდ, ანუ რაღაც ესთეტური, არამედ ჰიგიენურობასთან ასოცირდება უფრო მეტად, ანუ აღმოჩნდა, რომ გაპარსული პირი იწვევს მეტად ჰიგიენურობის აღქმას. და აქ მე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი აღნიშნო, ამ კვლევაში მხოლოდ ადამიანები, ასე ვთქვათ, ქუჩის გამოკითხვები არ იყო და მხოლოდ ადამიანები არ იღებდნენ მონაწილეობას, აქ იყო სამედიცინო წარმომადგენლებიც, რომლებსაც უფრო მაღალი კომპეტენცია აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით და აღმოჩნდა, რომ მამაკაცის ჯანმრთელობისთვის გაცილებით პრიორიტეტული არის გაპარსული წვერის ტარება, ვიდრე მოშვებული ჯანმრთელობასთან რა კავშირია? ეს არის ინფექციები და ეს არის ვირუსები, რომლებიც წვერში უფრო მარტივად მრავლდება, ხოლო გაპარსული წვერის დროს, ანუ არ იძლევა იმის შესაძლებლობა, რომ ვირუსები და ბაქტერიები და ინფექცია ძალიან სწრაფად გავრცელდეს. აქაც ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორი პარსვა, იმიტომ რომ თუ ჩვენ უკვე ვიცით სწორად მოვიცილებთ თმას სახიდან, შესაბამისი ტრაუმულობა არ არის გამონაყარი. მაყურებელს რას გულისხმობთ სწორ პარსვაში? რა კომპონენტები და რა ეტაპები უნდა გავიაროთ? ალბათ იწყება ყველაფერი საპარსის შერჩევით, ხო? რა თქმა უნდა, მთავარი არის შევარჩიოთ სწორად საპარსი. დღემდე მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე განვითარებულ ეპოქაში ვცხოვრობთ, პარსვა დღემდე ითვლება ტრაუმულად, ანუ სამწუხაროდ ძალიან ხშირი არის პარსვის დროს გაჭრა და ძალიან ხშირი არის პარსვის შემდგომი ტრაუმულობა, კანზე გამონაყარი, აკნე და ასე შემდეგ გაღიზიანება. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სწორად შევარჩიოთ საპარსი და სწორედ ამითი გამოირჩევა დორკვარი. სამხრეთ კორეული ბრენდი და იცით, რომ სამხრეთ კორეა არის ინოვაციების ქვეყანა და სწორედ ამითი გამოირჩევა, რომ ეს არის პარსვის ინოვაცია. პირები დამზადებული არის სუფთა ფოლადისგან, რასაც მინიმუმამდე დაყავს ტრაუმულობა. და რაც შეეხება და ეს რა მასალისგანაც არის დამზადებული, თუ არის ეს ანტიალერგიული, იმიტომ ეს არის რა თქმა უნდა სუფთა ფოლადი სწორედ ამისთვის არის, რომ ეს არის ანტიალერგიული, არის ნაკლებად ტრაუმული, არ იწვევს გაღიზიანებას და გამონაყარს ყოველთვის რამდენიმე, ანუ არა 3, არამედ უფრო მეტი პირები. კი, დორკოს ერთჯერად საპარსებსაც კი ყველას აქვს 5 და მეტი პირი, ანუ რომელიც შესაძლებელია. ეს რა თქმა უნდა ტრამვების რისკსაც ამცირებს. რა თქმა უნდა, კარგმა საპარსმა სხეულზე ერთი გადატარებით სრულად უნდა უზრუნველყოს თმის მოცილება და ამისთვის მისი მრავალ
მრავალპირიანობა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არის, ისე როგორც მისი დამარბილებელი ზოლები, პირთაშორისი ხანის დაცვა. დამარბილებელ ზოლზე მინდა რომ გკითხოთ, რა არის ეს დამარბილებელი ზონი? თითქოს საპონი არის, რომელიც ეს არის ალოე ვერა და ვიტამინი E, რომელიც ასე ვთქვათ, ხელს უწყობს, რომ საპარსმა მოქნილად ისრიალოს კანზე და არ იყოს ჩეხვის, ასე ვთქვათ, კანის და თმის ჩეხვის პროცესი. კი ბატონო, შემდეგი ეტაპი უკვე რა არის საპარსის შერჩევის შემდეგ? საპარსის შემდგომ არის უკვე სახისკანის მომზადება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და სულ ვამბობ, რომ ასევე მნიშვნელოვანი არის თვითონ საპარსი მოწყობილობის მოვლა. ანუ საპარს დანადგარ სჭირდება მოვლა და სწორი მოვლის შემთხვევაში ეს კონკრეტული საპარსი, რომელიც არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი და რომელიც არის საპარსი დანადგარი, თუ სწორად მოვლის მამაკაცი, შეიძლება რომ ერთი საპარსი მოწყობილობა მთელი ცხოვრების მანძილზე მოემსახუროს. და სწორად მოვლაში რას გულისხმობ? ეს არის პარსვის დასრულების შემდგომ კარგი გარეცხვა თბილი წყლით და აქაც ხაზს გაუსვამ, რომ სწორედ იმიტომ, რომ დორკოს აქვს პირთაშორისი ხანის idеალური სიზუსტე, ეს უწყობს კარგად გარეცხვას, გამდინარე წყალში, ანუ სრულად შორდება კანის ნაწილაკები, უჯრედები, თმის ნარჩენები და შემდგომ უკვე უნდა შევამშრალოთ. ამას არავინ აკეთებს, მაგრამ ძალიან კარგია, თუ ოდნავ მაინც შევამშრალოთ, იმიტომ რომ აბაზანაში ისედაც ნესტია და ის შესაძლებლობა, რომ მარტივად არ დაჟანგდეს, მithumetes ზუსტად სუფთა ფოლადზე ვსაუბრობთ, საკმაოდ მდგრადია დაჟანგვის მიმართ, მაგრამ უმჯობესია რომ შევამშრალოთ და შევინახოთ. კი ბატონო, აი ამ საპარსის გარდა აქ ხედავ მე ეგრეთ წოდებულ ერთჯერად საპარსებს, ხო? ერთჯერადი საპარსი არის ძალიან მოქნილი საშუალება იმისთვის, რომ სადაც სწავლოთ, ან სხეულიდან თმის მოცილება მხოლოდ სახლის პირობებში შეიძლება არ იყოს საჭირო, ხო? შეიძლება დაგჭირდეს მოგზაურობის დროს, კემპინგის დროს და ნებისმიერ ადგილას შესაძლებელია რომ დაგჭირდეს ერთჯერადი საპარსი. ამისთვის ერთჯერადი საპარსი არის ძალიან მოქნილი მოწყობილობა, მithumetes დორკოსი და აქვე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ერთჯერადი საპარსი ნიშნავს ერთჯერად საპარსს, რომელიც ერთხელ უნდა გამოვიყენოთ და დავასრულოთ მისი მოხმარება. თუმცა ამის მიუხედავად იმის გამო რომ დორკო საკმაოდ მრავალპირიან ერთჯერად საპარსებს გვთავაზობს, რამდენიმე გამოყენება ამ შემთხვევაში დაშვებულია. აი პარსვის შემდგომ კანის მოვლაზე თუ შეგიძლია ხა შენ ამ მიმართულებით უკვე ძალიან ბევრი რამე იცი. პარსვის შემდეგ კანის მოვლაზე აი როგორ უნდა დავუშვათ გავიპარსებთ. ხო აი ლოსიონებს რაც ვიყენებთ ხოლმე ხშირ შემთხვევაში ეგ გვიღიზიანებს ხოლმე კანს. პარსვის შემდგომი მოვლა, ისე როგორც პარსვის დაწყებამდელი არის აბსოლუტურად მამაკაცის ჰიგიენაზე და მის დღიურ რუტინაზე დამოკიდებული. თუ არის უფრო მეტად, ასე ვთქვათ, რომელიც უფრო მეტად აქცევს თავის სახის კანს ყურადღებას, ხშირად კიდეც იტენიანებენ, და დამატენიანებელ საცხს ხმარობენ, ანუ სრულად იმაზეა დამოკიდებული თმის დღის მოვლის რუტინაში რა შედის. ეს არის საცხი, ეს არის ლოსიონი, ეს არის ოდეკოლონი, თუ ასე შემდეგ. მამაჩემი მაგალითად რო იპარსავს, დღემდე მე ოდეკოლონი უნდა შეიშხუროს. ამიტომ ეს არის დამოკიდებული, ხო, თუმცა არიან მამაკაცები, რომლებიც უკვე საკმაოდ უვლიან სახის კანს და ეს რაღაცა ნორმა გახდა და იტენიანებენ ძალიან კარგად. დამატენიანებელ შატი იქნება თუ საცხი, ეს უკვე მისი პირადი აი სიცივეზე ლაპარაკობდით, წეგან რა გავლენას ახდენს სიცივე ზოგადად ახალგაპარსულ კანზე? შეიძლება სიცივე იყოს გამომწვევი შემდეგ კანის გაზიანების. ნებისმიერ შემთხვევაში თუ გარეთ გასვლა გიწევთ პარსვის შემდეგ, მაინც სასურველია რომ დილა იყოს შერჩეული პარსვის პროცესად. ანუ ტრავმულობა მიუხედავად იმისა, რომ სიცივეა, უფრო ნაკლებია ვიდრე დილის წინ, მაგალითად დღის ბოლოს თუ გავიპარსავთ. ყოველთვის ჯობს რომ დილით გავიპარსოთ, შესაბამისად მოვამზადოთ კანი პარსვის დაწყებამდე, დავიტენიანოთ ან თბილი პირსახოცის კომპრესი გავიკეთოთ, ან უბრალოდ თბილი წყლით მაინც. ანუ სანამ დავიწყოთ პარსოს, უმჯობესია რომ კანი მოვამზადოთ, დავატენიანოთ. იდეალური არის თუ თბილ წყალში დასოლებული პირსახოცის კომპრესი გავიკეთებთ, თუ ამას როგორც წესი არავინ აკეთებს, თუმცა თუ ამას არ ვაკეთებთ, შეგვიძლია უბრალოდ თბილი წყლით სახი კარგად დავინამოთ და უკვე შემდეგ დავიწყოთ გაქაფვის და პარსვის პროცესი. კი ბატონო, მოდი ახლა უფრო დეტალურად დავათვალიერებინოთ ჩვენს მაყურებლებს ეს პროდუქცია. ერთ-ერთ საპარსია რომ ხაზი გავუსვა ასევე, რადგან წვერის ტარებაც ტრენდული არის მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონების უმეტესობას გაპარსული მამაკაცები მოსწონთ. აი სწორედ ეს საპარსი არის ის, რომელზეც მინდა ვისაუბრო, ეს არის კონტურების გამოსაყვანი, რომელიც პრობლემურ ზონებში რომელზე ვიძახით კონტურების აი ამ კონკრეტულზე კი რომლის თავაკიც 180 გრადუსით მოძრაობს, სწორედ იმისთვის, რომ კონტურის ხაზი იყოს იდეალური სიზუსტით დაცული, ასევე ხელის მიდამო, რომელიც მეტნაკლებად ტრაუმულად იცვლება პარსვის დროს, აი ძალიან მარტივად შესაძლებელია რომ გამოვიყენოთ. აი ეს კითხულობ ახლა რომ აქ აწერია ვიტამინი S და ალოე ვერა შეიცავს დამამშვიდებელი ნივთიერებები არის კანის. ამშვიდებს და უზრუნველყოფს. აი მაგალითად ამ საპარსის პირით რამდენი ხანი შეგვიძლია მოკლედ ამისი გამოყენება? ეს არის მრავალჯერადი საპარსი, რომელიც ანუ იმის მიხედვით რა ინტენსივობით იპარსავს მამაკაცი, თუ პარსვა არის ყოველდღიური შედარებით ნაკლებ ხანს, ხოლო თუ პარსვა არის უფრო მაგალითად პერიოდული კვირაში ერთხელ ან კვირაში ორჯერ იპარსავს, შეგვიძლია უფრო დიდ ხანს, თუმცა მივხვდებით რომ ზოლი არ უნდა დაზიანდეს. თუ ზოლმა დაიწყო დამარბილებელმა ზოლმა დაიწყო ცვეთა და დაზიანება, დორკოს საპარსპირს თვითონ არაფერი არ მოვა, ფოლადი არ დაჟანგდება. მიგანიშნებთ აი ეს დამცავი ზოლები, რომლებიც დაიწყებს ცვეთას და ამ დროს უკვე მისი მოხმარების ვადა ამოწურულია. კი ბატონო, რამე ესეთი ხრიკი ხომ არ გაქვს ნათია კიდევ რაც შეგიძლია რომ ასწავლოთ ჩვენს მაყურებლებს. პარსვასთან დაკავშირებით ან უკვე ისე კარგად ვერ ყვევი ამ მამაკაცებს და გაკვირვებულები მიყურებენ ხო, რამდენი ცოდნა პირის პარსვასთან
დაკავშირებით. მთავარი წესები მაინც არის ეს, რომ სწორად შევარჩიოთ საპარსი, მოვუაროთ ამ ჩვენ საპარს, იმიტომ რომ თუ საპარსში დაიწყო ბაქტერიებმა გამრავლება, მე როგორი მარტივით, როგორ მოვლილადაც არ და როგორ სწორადაც არ უნდა დავიცვათ პარსვის რუტინა ნებისმიერ შემთხვევაში ხელსაყრელ გარემოს ქმნით ბაქტერიების გასაჩენად. პარსვისთვის კარგი დრო არის დილა და ამიტომ ეს შეეცადეთ, რომ თუ აუცილებლად გიწევთ პირის გაპარსვა, შეეცადეთ, რომ ეს იყოს დილის პერიოდი. იცოდეთ მაინც ისიც და გაეცანით ამ კვლევებსაც, რომ ზოგადად ჰიგიენურობასთან ერთად მამაკაცის ჯანმრთელობისთვის იძლევიან რეკომენდაციას პირის პარსვის, იმიტომ რომ ეს არის აღარ იქნება ხელსაყრელი გარემო ბაქტერიების და ვირუსების გამრავლებისთვის, მით უმეტეს ახლა როცა ამის პირდაპირი სეზონია, უმჯობესია რომ მოიცილოთ წვერი ამ პერიოდში, ხომ სახის მიდამოზე, მოკლედ თმის ის არ არის სასურველი და ძალიან მარტივი არის შემდეგ უკვე პარსვის დამთავრების ვიპარსოთ თმის ზრდის მიმართულებით, აუცილებლად თმას სხეულიდან უნდა მოვიცილოთ, არა აქვს მნიშვნელობა ქალბატონია თუ მამაკაცი, თმას სხეულიდან უნდა მოვიცილოთ თმის ზრდის მიმართულებით, ეს თავიდან აგვარებდებს ტრაუმულობას. კარგმა საპარსმა ერთი გასმით უნდა მოახერხოს და სხეულიდან სრულად უნდა მოაცილოს. საპირისპირო მიმართულებით იმიტომ იპარსავენ ხოლმე, რომ ეფექტური არ არის საპარსი. ამას გულისხმობს სწორად ხარისხიანი საპარსი ნიშნავს ამას, რომ ერთი გასმით ცილდება თმა და შენ არ გიწევს ტრაუმულად თმის ზრდის საწინააღმდეგოდ პარსვის დაწყება და პარსვის შემდგომი რუტინა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, როგორც თქვენ გსიამოვნებთ თქვენი კანი რასაც იტანს, ეს არის დამატენიანებელი საცხე ოდეკოლონი თუ ასე შემდეგ, მოუაროთ თქვენ სახისგან ამის შესაბამისად. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ნათია ამდენი საინტერესო ინფორმაციისთვის, შეჯამებაც მე მგონი იდეალური იყო. მე დაგემშვიდობები აქ და შემდეგშიც სიამოვნებით გიხილავდით ასეთ საინტერესო და მნიშვნელოვანი რჩევებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ კიდევ ერთხელ დაგვიწმეთ ეთერი მე და დორკოს. ძალიან დიდი მადლობა ანა, მადლობა ნათია. მე მინდა ვთქვა, რომ თქვენი ნაჩუქარი ეს დონკო ძალიან გამომადგა და ძალიან ესეთი კარგად მოვიხმარე, ასე ვთქვათ, კმაყოფილი ვარ. მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობები, ჩემო ანა. არაჩვეულებრივი რჩევები გექნება 2025-მდე ალბათ. 2025-ში იქნება ეგ მომავალი შეხვედრა და ასევე დარწმუნებული ვარ, ნათია არ კიდევ ერთხელ და არაერთხელ უფრო სწორად გვესტუმრები და ძალიან საინტერესო პროდუქციას წარგვიდნენ ხოლმე როგორც ყოველთვის. ჩვენ რეკლამაზე უნდა გავიდეთ ახლა, ჩემო მარია. კი, ჩემო ბაჩო, უნდა გავიდეთ რეკლამაზე, ძალიან მალე დაგიბრუნდებით, არ უნდა გადართოთ. დაგვეყო. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით, ვინც ახლა შემოგვიერთდა დილამშვიდობისას გეტყვით. დავბრუნდით შოთა ჯანჯღავასთან ერთად, რომელიც თავად გვეტყვის რა თემაზე ისაუბრებს დღეს დილამშვიდობის შოთა მოგესალმებით. დილამშვიდობის ბაჩო მარია, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და დღეს ვისაუბრებთ უკვე როგორ მოვემზადოთ საახალწლო სუფრისათვის და უკვე სახაძლის პერიოდში, შემდგომში როგორ მოუაროთ თავს, რათა არც ჩვენი კუჭანწყლის ტრაქტი გავაღიზიანოთ და არც ზედმეტ კილოგრამები ავკრიფოთ. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ცოტა ცუდ პერიოდში შევდივართ ახლა, ჩვენი მიუხედავად აი ამ სტრესული სიტუაციისა, ასე თუ ისე მაინც მოხდება ჩვენს ოჯახებში აღნიშვნა ახალი წლის რაღაც გარკვეული სუფრა იქნება და ამ პერიოდში როგორც ქართულ ოჯახებში არის ხოლმე ძალიან გადატვირთულია ჩვენი საკვები, ძალიან დიდარი არის ეგრეთ წოდებული ნიგვზიანი საკვები, ტკბილეულით, თუნდაც ნიგვზიანში კიდევ შეიძლება ჩაშლა, ეს შეიძლება იყოს ბოსტნეულთან ასოცირებული ნიგვზიანი საკვები და უკვე ხორცთან ასოცირებული ნიგვზიანი საკვები. თქვენ ბოსტნეულთან როგორც არის ნიგვზიანი ბადრიჯანი, ფხალეული, რომელიც გარკვეულ მცირე რაოდენობით ყოველთვის დასაშვებია ხოლმე, მაგრამ ასევე გვაქვს საცივი ბაჟე, რომელიც ძალიან დიდი ისეთი ნოყიერი საკვები პროდუქტია ჩვენი კუჭანწყლავისთვის და პირველ რიგში აი ამ საკვები პროდუქტებს რომ მივაქციოთ ყურადღება, როგორ მოვემზადოთ. ჯერ ამაზე რომ ვისაუბროთ, არასოდეს არ ახome რეკომენდებული ახალი წლის წინა პერიოდში განტვირთვების გაკეთება წინასწარ. რადგან ჩვენ თუ ორგანიზმს გადავიყვათ შიმშილის მდგომარეობაში საახალწლო პერიოდში, პირიქით უფრო მეტად მოხდება კილოგრამების აკრეფა, რადგან შიმშილის პერიოდში როცა არის ორგანიზმი, მე ცდილობს რომ ეს დაკარგული კალორიები, ეს გრამები აანაზღაუროს რაც შეიძლება სწრაფად. ამიტომ ახალ წლამდე ვეცადოთ რომ იყოს ბალანსირებული კვება. რამდენადაც შესაძლებელი იქნება 4-5 ჯერადი კვების რაციონი დღის განმავლობაში. შემდგომში უკვე როდესაც ახალი წლის პერიოდში შევალთ, აი ამ ნოყიერი სუფრიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ კვება აქაც იყოს, თქვათ, ეხა ბალანსირებულს უკვე ვერ ვიტყვით, რადგან საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი იქნება, მაგრამ იყოს
დანაწევრებული, ანუ 4-5 კვებაზე გადავანაწილოთ და არ შეურიოთ ერთმანეთს სხვადასხვა პროდუქტები. თქვათ, აი ვზივართ სუფრაზე, მივირთვევთ რაღაც პროდუქტს, თქვათ, რომ ვისადილებთ, ვივახშმევთ, არ აქვს მნიშვნელობა ახალი წლის პერიოდში რას გავაკეთებთ, ერთ პროდუქტზე რომ ვიყოთ უფრო ორიენტირებული, ერთი სახის პროდუქტზე. თქვათ, აი მივირთვით მხალეული ხორცთან ერთად და ნუ დავამატებთ ზევიდან ტკბილეულს ამ შემთხვევაში. ნუ დავამატებთ ზევიდან შოკოლადებს, კამფეტებს და ესეთ დესერტი უნდა გავყოთ ასე ვთქვათ, გავიტანოთ ცალკე და ვეცადოთ რომ აი ეს საკვე პროდუქტები რაც არის ხოლმე, აი ვთქვათ, მივირთვევთ ხორცს, საკმაოდ ვთქვათ ეს გოჭის ხორცი ან რაღაცა არ აქვს მნიშვნელობა. ხორცს აუცილებლად მივაყოლოთ ბოსტნეული. გარნირად. რადგან ეს მონელების პროცესებს უფრო აუმჯობესებს კუჭნაწლავის ტრაქტში. ან შეგვიძლია ვთქვათ, მცირე რაოდენობით ბრინჯი მივაყოლოთ, შესაძლებელია ვთქვათ. აი თუნდაც აი ტოლმა, რომელიც საახალწლო სუფრაზე არის ხოლმე, საკმაოდ დაბალანსებულ პროდუქტად ითვლება. შეიძლება ითქვას, ბოსტნეულიც არის, ხორციც არის, ბრინჯიც არის, რაც შეფუთავს ამ ხორცის პროცესს. კუჭნაწლავში რო ჩადის ეს ჯერ გარედან აპკის სახით შემოეკვრება ეს ბრინჯი ამ ხორცს, ხდება ჯერ აი ბრინჯის პროდუქტების მონელება, რაც გარედან არის და შემდეგ იწყება ხორცის მონელება. კი ეს დროში ახანგძლებს ამ მონელების პროცესს, მაგრამ კუჭნაწლავისთვის უფრო მეტად მისაღებია ხოლმე ეს მონელების პროცესი. ეხლა საახალწლოდ რა თქმა უნდა ხინკალს არ ხმარობთ ხოლმე უმეტეს შემთხვევაში, მაგრამ ეხლა ვთქვათ კახეთში ანუ მაღალ მთიულეთში ან ასე შემდეგ რა ხინკალს ხმარობენ და როგორც არის ცნობილი ეხლა როგორც გაირკვა, ხინკალი არც ისე ცუდი პროდუქტია, მარტივად ვთქვა და მისი ხარშვის პროცესში თვითონ ცომში წარმოქმნილი ხორცის ნახარ შეიძლება ანტიოქსიდანტური მოქმედებაც ჰქონდეს ორგანიზმზე. და ასევე ანტიქოლესტერინული ზემოქმედებაც, როგორც ახალი კვლევები გვეუბნებიან. ამიტომაც ყოველთვის ეს პროდუქტები დავალაგოთ. აი თქვათ, გვაქვს ჩვენ პრიორიტეტში, რომ დღეს უფრო მეტად ნიგზიან საჭმელზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული. ესეთ შემთხვევაში რომ გავაბალანსოთ ეს ნიგზიანი საჭმელი, მივაყოლოთ თქვათ კიტრი, სალათის ფურცლები, პომიდორი, რომ ეს ბოსტნეულით რომ იმას ვქოთ, ასევე კიტრს აქვს ნაღმდენი ეფექტი, რაც კარგია, რაც მონელების პროცესს კიდევ უფრო გააძლიერებს და ჩვენ ნაღლის ბურს შედარებით დაიცავს, ასე ვთქვათ, ამ მავნე ნივთიერებების ზემოქმედებისაგან, რადგან ჩვენ ამ დროს კუჭნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება გვაქვს ძალიან გამოხატული და ეს გაღიზიანება არ გვაწყობს ხოლმე, რაც მე შეიძლება გამონაყარშიც იყოს, სახეზეც აისახოს, გამონაყარის სახით და ასე შემდეგ. ამიტომ ყოველთვის ვეცადოთ რომ რაღაცა პროდუქტები დავალაგოთ ერთმანეთთან. აი თქვა თუ გინდა ტკბილეულის მიღება, რა თქმა უნდა ტკბილეულიც დასაშვებია და შესაძლებელია რომ მივიღოთ, ესეთ შემთხვევაში ვეცადოთ ტკბილეული ცალკე გავიტანოთ. თქვა აი ღამის 12 საათზე ცალკე გავიტანოთ ამ შემთხვევაში. კი, აი ხე კეთობარი, აი თქვა დილას გავიღვიძეთ, ვისაუზმეთ, თუნდაც ხაჭაპური ვჭამეთ, დილით ყველაფერი აბსოლუტურად შესაძლებელია ხა ახალწლის პერიოდში. შემდგომ სადღაც 12 საათისკენ მივირთვათ ტკბილეული, ეს იქნება ნამცხვარი, ეს იქნება ჩურჩხელა, რომელიც აი ბომბა კალორია შეიძლება ითქვას, თავისი შემადგენლობიდან გამომდინარე. ან საუზმეს და დესერტ შორის დაახლოებით მანძილი რა უნდა იყოს? დაახლოებით 2 საათნახევარი 3 საათი პლუს მინუს დაახლოებით დროზეა საუბარი, რადგან გააჩნია საუზმეზე რას მივირთმევთ. თუ ჩვენ საუზმეზე მივირთმევთ შედარებით მარტივ პროდუქტად ერთნაჭერ ხაჭაპურს ან რაღაცა კრუასანს ან რაღაცა მარტივ ხშირად არის საუზმეზე ვიცი კვერცხი. კვერცხიც ამ შემთხვევაში 2 საათნახევარი საკმარისი, იმიტომ შედარებით მარტივად მოინელებს ამ ცილოვან პროდუქტს ჩვენი კუჭნაწლავის ტრაქტი, მაგრამ თუ ჩვენ დილის საათებშივე ჩავთეთ თქვათ ბოსტნეული, ბოსტნეულს ცოტა მეტი დრო ჭირდება მონელებისთვის, ასევე ხილიც, ხილსაც ცოტა მეტი დრო ჭირდება მონელებისათვის და დროში ცოტა იწელება ეს საკითხი. ხოლო შემდგომში უკვე რაც შეეხება აი ამ დარღვევის შემდგომ ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით რომ გააკეთონ განტვირთვის დღეები პაციენტებმა. და ამ განტვირთვის დღეებზე ცალკე რო ვისაუბროთ, სხვადასხვანაირი განტვირთვები არსებობს და ჩვენ ასევე გვაქვს საკვე პროდუქტებში ქართულად თუ სიმართლე გინდა და არ ვიცი რა ქვია, ეხლა აი პროდიუსერის ყურში აქვს. რაღაც ქვია ქართულად და მეც ვერ ვიხსენ. ხო, ლაბასხმული კარნახობს ჩვენი ეგრეთ წოდებული ხალადეცი, რომელიც არის ძალიან ასე ვთქვათ ცხიმიანი პროდუქტი, შეიძლება ითქვას, მაგრამ რისგან მზადდება ხალადეცი, ამას აქვს მნიშვნელობა. საქართველოში 2 რეცეპტია, მამლისგან დამზადებული ხალადეცი
ხალადეც და ღორის ხორცისგან დამზადებული. მამლისგან დამზადებული, რა თქმა უნდა, შედარებით უფრო მისაღებია ხოლმე, მაგრამ უფრო მცირე რაოდენობითაა ხოლმე გავრცელების თვალსაზრისით. რაც შეეხება ღორის ხალადეც, ეგრეთ წოდებულ ხალადეც, ესეთ შემთხვევაში ეს რა თქმა უნდა ცხიმია დიდი რაოდენობით, კი რა თქმა უნდა, მასში არის უამრავი სასარგებლო ნივთიერება, რადგან მას ხრტილი აქვს შიგნით თანდაყოლი ამ ხარშვის პერიოდში და შემდეგ, რაც კარგია სახსრებისთვის, ზოგადად კლიან ძვალსახსროვანი სისტემის ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს, ვიტამინები ბევრია, მინერალები ბევრია, მაგრამ ვისაც ჭარბი წონა აწუხებს, დიაბეტი აქვს, სიცოცხლისკენ მიდრეკილება აქვს, რა თქმა უნდა მოერიდოს ამ პროდუქტის მიღებას. ასევე მომზადების პერიოდში მასში ხო ემატება ეს სანელებლები. აი ეს სანელებლები ცალკე თემაა კიდე კუჭნაწლავისათვის, რადგან ნაღლის გაღიზიანება შეიძლება გამოიწვიოს. ამიტომ თუ ჩვენ ადაპტირებული ვართ და ვიცით რომ არ წყენს მარტივად რომ თქვა ერთი ნაჭერი რომ მივხვდათ ახლა ამის გამო ქვეყანა არ დაიქცევა, მაგრამ იმ ჭამაზე სხვა კალორიული პროდუქტი ნუ იქნება. თქვა მრავალფეროვნებისთვის სალატის ფურცლები, კიტრი, პომიდორი მივაყოლოთ რომ სისავსე შეექმნას კუჭნაწლავს და შემდგომში უკვე სხვა პერიოდზე გადავიტანოთ სხვა საკვები ასე. ეხლა რაც შეეხება განტვირთვის დღეების თვალსაზრისით გვაქვს 5 დღიანი განტვირთვის დღეები, რომელიც ცოტა რთული გასაკეთებელი, იმიტომ რომ დროში იწელება, გვაქვს მოკლე განტვირთვის დღეები. თქვათ მოკლე განტვირთვის დღე როგორ არის? 31-ში საღამოს პირველში დავარღვიეთ და ორში ვაკეთებთ განტვირთვის დღეს. ეს არის 1 კილოგრამი ხილი, 1 კილოგრამი კიტრი, ოღონდ ხილში ვეცადოთ, რომ უფრო დაბალკალორიული ხილი რო იყოს, თქვათ ეხლა ვაშლია, ციტრუსებია, ყველანაირი, ნუ იქნება მსხალი და ბანანი განტვირთვის, აი ამ ერთდღიანი განტვირთვის 5 დღეში არის და მაგას გეტყვით. შეგვიძლია დავამატოთ ზევიდან 1 კილოგრამი კიტრი და 500 მილილიტრი ან მაწონი, ან კეფირი, ან იოგურტი, ან 400 გრამი ხაჭო. შემდგომ უკვე 3-ში, 4-ში შედარებით მილეულია ეს საკვები პროდუქტები, ამიტომ შედარებით ნორმალურ კვებას რო დაუბრუნდეთ. 5-ში, 6-ში ჩვეულებრივად, 7-ში უკვე მე შობა მოდის, ამიტომ შობაზეც ხდება ხოლმე ძირითადად უკვე გურული ღვეზელი წამოგვეწევა ხოლმე. თან მარხვა მთავრდება. ჩვეულებრივად ძალიან მრავლის მომცველი კი არა და რაღაცას ყველა შეიძლება სხვადასხვანაირად გავიგოთ ეს ჩვეულებრივად. რა თქმა უნდა. და შემდგომში 7-ში დარღვევა იქნება და უკვე 8-შიც ვაკეთებთ შემდგომ ამ ანალოგიურ განტვირთვის დღეს. რაც შეეხება ახლა ძველი ახალწლამდე დიდი დროა შედარებით ისევ 7 დღე გვაქვს დაახლოებით, ამიტომ ჩვეულებრივ საკვებ რაციონში მაშინ ბაჩო ისიც უთხრათ რომ გულისხმობ დაახლოებით 4-5ჯერად კვებას, ანუ დილით საუზმე აუცილებლად, ეს ყოველთვის ესე ხაზგასმით ვამბობთ რომ საუზმე აუცილებლად. შემდგომ პატარა წახემსება, შემდგომ სადილი და მერე ანხილი და პირდაპირ ვახშამზე შეიძლება გადასვლა, შეიძლება ხილი ამოვაგდო და პირდაპირ ვახშამზე გადავიდეთ საღამოს. აი ეს მინიმალური რაც უნდა შესრულდეს. ეხლა რა პროდუქტებს ჩავთავთ აი ამ სტანდარტულ კვებაში, ეს უკვე მეორე თემა. შეთანხმებით მითია თუ რეალობა რომ ხილი ზოგადად ჯობია დღის პირველ ნახევარში მივირთვათ, ვიდრე დღის მეორე ნახევარში? არა, ნამდვილად რეალობაა, იმიტომ რომ ხილს ჭირდება მონელებისთვის ცოტა მეტი დრო და ზოგადად ესია მითითება რომ ვახშამზე ხილი რეკომენდებული არ არის საერთოდ მივიღოთ, რადგან ის შეიძლება მთელი ღამის განმავლობაში კუჭნაწავი გადატვირთოს ამ. შეიძლება ერთი კითხვა კიდე დაგისვა, სანამ გააგრძელებ შენ თემას. თუ მაგალითად თავი ვერაფერზე ვერ შევიკავით, შენი რეკომენდაციები საერთოდ ვერ შევასრულე და საერთოდ უნებისყოფოდ მოვიქეცი ახალ წელს და ეს ყველაფერი საცივი. მიდი მარია, მიდი. საცივი, თუ მე ჩემ მდგომარეობას ყოფი რა შეიძლება დამემართოს დარწმუნებული ვარ რამდენიმე იქნება ჩემნაი, აი ბაჟე, საცივი, ყველაფერი ერთად, ასე ვთქვათ, მივირთვი. ამ შემთხვევაში რა შეიძლება გადავრჩები თუ ვერ გადავრჩები? რა თქმა უნდა გადარჩები, რა თქმა უნდა. რა შეიძლება, რა ხალხს შეიძლება მივმართვა, რომ გამოვიდი ამ მდგომარეობიდან. იმიტომ რომ ძალიან რთულია აქციებზე მაგის ჭამა. ეგ მარიტალია, მაგრამ ანუ შესაბამისად ქუჩაში ანუ ცოტა მოუხერხებელია. ნახოთ ქუჩაში შეიძლება იყოს საცივის ბაჟებს და ხო, ამ შემთხვევაში შეგვიძლია უფრო მარტივი, თქვათ აი ტოლმა ვახსენეთ, მარტივი წასაღებია შედარებით, ქათმის ხორცი, ხაჭაპური
შედარებით ისეთი მშრალი საკვები შეგვიძლია გამოვიყენოთ, ხო? რაში ჩავალაგებ და როგორ წავიღებ, მეორე საკითხია. აი ზუსტად მარიამ, ესეთი გახანგრძლივებული დარღვევის ფონზე უფრო რეკომენდებულია ხუდრიანი განტვირთვის გაკეთება. უბრალოდ ჩავიკითხავ ამას ცოტა დიდია და ჩვენს მოსახლეობასაც უთხრა. თქვა პირველი დღე არის 1 კილოგრამი ხილი, როგორც თქვი. ხილში უფრო ამ ხუდრიანი დიეტის რეკომენდაცია უფრო ვაშლზე არის ხოლმე მოცემული. 1 კილოგრამი კიტრი პომიდორი შერეულად შეგვიძლია დავამატოთ და აქ არის უკვე 6 სუფრისკოვზი არაჟანი ან 400 გრამი ხაჭო. მეორე დღე არის 1 კილოგრამი ბოსტნეული შეგვიძლია როგორც მოხარშული სახით, ასევე ცოცხალი სახით, დამატებული ზევიდან 2 კონა სალათის ფურცლები შეზავებული მწვანილთან და ხახვთან ერთად, 1 სუფრისკოვზი ძმრით და ასევე დამატებული აქ არის უკვე 1 ცალი ბანანი შემოტანილი იმისათვის, რომ ორგანიზმს ენერგია გქონდეს. ეს მეორე დღე. მესამე დღეს გვაქვს უკვე ფრეშის დღე, სადაც ძირითადად არის დაწურული პროდუქტები, ანუ აქ არის გამოწურული წვენები ხილის, ვაშლის, ციტრუსების, ყველანაირი შეგვიძლია, ასევე სტაფილოც დასაშვებია გამოყენებული იქნეს. აუცილებლად დამატებული 500 მილილიტრი მაწონი, კეფირი ან იოგურტი და არ დაგვაუწყდეს წყალი. მეოთხე დღეს არის უკვე 9 კილოგრამი კომპოსტო, შეგვიძლია როგორც უმად მომზადებული, ასევე მოთუსული სახით იყოს, 400 გრამი ბროკოლი, 1 ცალი სტაფილო და 2 კიტრი პომიდორი. ეს ხა მე ჩვენს მსმენელს შეუძლია Facebook-ზეც დაიდება ჩვენი ლაივი და შესაბამისად იქაც თუ თქვა ვერ ვასწრებთ ჩაწერას, იქაც შეგიძლიათ ნახოთ. მეხუთე დღე არის უკვე 2 ცალი ბანანი, 2 ცალი პორტოხალი, 2 ცალი ვაშლი, 2 ცალი გრეიფრუტი, 4 ცალი კივი და 9 ლიტრა მაწონიან კეფირი. აი საკვებ პროდუქტები ხა რაც დღეების მიხედვით ჩამოთვალი, განაწილება უნდა თქვა დავდოთ და გავანაწილოთ ჩვენ როგორც გსურს მიღება 5 ულუფაზე, ასე ვთქვათ. აი ეს ჩამოთვალი პროდუქტები. წყალი არ უნდა დაგვაუწვეს, 2-2.5 ლიტრი უნდა იყოს აუცილებლად. ამ დროს მით უმეტეს განტვირთვის დროს აქვს წყალს ძალიან დიდი მნიშვნელობა და შეგვიძლია ესე გავაკეთოთ. თუ ესე გადაბმული 5 დღე არ გამოგდის, იმიტომ რომ თქვა აი როგორც მარი ახსენე, პირველში 2-შიც, 3-შიც თუ გადაბმულად მივაბით, 5 დღე შეიძლება შობამდე არ გამოგვივიდეს, გამოგვივიდეს 3 დღე ან 4 დღე, მაგრამ შობის შემდგომ შეგვიძლია ეს 5 დღიანი გავაგრძელოთ, ასე ვთქვათ. ამიტომ მარტივი ეხა ძალიან თუ მსუბუქად ვარღვევთ, 1 დღიანი განტვირთვა საკმარისი იქნება, ძალიან სერიოზულად თუ ვარღვევთ, ესეთ შემთხვევაში 5 დღიანი განტვირთვა სრულიად საკმარისი იქნება, მაგრამ აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ აი საკვებ პროდუქტებით დარღვევა შეიძლება ისეთი დამაზიანებელი არ იყოს, რამდენადაც ტკბილი სასმელებით დარღვევა უფრო დამაზიანებელია ჩვენი ორგანიზმს, განსაკუთრებით გაზირებულ სასმელებზე. ვიცი, რომ აი თავშეკავება ძალიან რთულია ჩვენ სუფრაზე არსებული მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, მაგრამ მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ საკვებ პროდუქტები შეგვიძლია ვჭამოთ, რა თქმა უნდა, მოვინელებთ კიდევაც, მაგრამ აი ეს გაზირებული სასმელები ძალიან ნეგატიურად მოქმედებს. ასევე ნაბახუსებს რაც შეეხება, ამაზეც რო ვთქვათ ორი სიტყვით, ნაბახუსების დროს მექანიზმი რა არის, რომ ირღვევა ელექტროლიტური ბალანსი ორგანიზმის, ძირითადად კალიუმის, მაგნიუმის ცვალებადობა ირღვევა. ამიტომ მეორე დღეს, ვისაც გვაწუხებს ნაბახუსები, რა თქმა უნდა, მინერალური წყლის დახმარება შეგვიძლია გამოვიყოთ, მაგრამ ვეცადოთ, რომ 9 ლიტრიდან 1 ლიტრამდე იყოს და მეტი არ ვქნათ, იმიტომ რომ ზედმეტი ელექტროლიტული გადატვირთვა საჭირო არ არის. ასევე კარგი არის ანტიოქსიდანტური ნივთიერების გამოყენება, აი თქვათ გავრცელებული რაც ეს ხაში, რაც ამბობენ ხოლმე, რეალურად ეს ხაში კი არ არის აქ გამომყვანი, არამედ ხაშის შემავალი, აი ეს ნიორი და ისინი არიან, რომელსაც გამოყავს ორგანიზმი. ხაში ჩვენ შეგვიძლია ჩავანაცვლოთ რაღაცა აი ეს მაღალ კონცენტრებული ნიურიანი, მწვანილიანი სხვა სუპითაც შეგვიძლია ჩავანაცვლოთ, თქვათ ეგრეთ წოდებული პილმენის სუპიც ანალოგიურ ეფექტს ახდენს, თუ მას ისე კარგად შევაზავებთ, როგორც ხაშია შეზავებული. ასევე კარგი იქნება ამ დროს
რა თქმა უნდა დიდი რაოდენობით წყლის მიღება და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის მეორე დღეს კალორიულ პროდუქტის მიღება და ორგანიზმი მალევე კალორიულ დეფიციტში არ წავიყვანოთ, ასე ვთქვათ, აი ამ ნაბახუსების პერიოდში გულისხმობ და ამ დროს საკვები პროდუქტი არ დავაკლოთ ორგანიზმს. და ძალიან კარგი არის ხილი ესეთ პერიოდში. კი, მამაკაცები ამაზე არასოდეს არ მეთანხმებიან ხოლმე და მახსოვს ერთხელ Facebook-ზე რაღაც პოსტი იყო და დამბომბეს, იმიტომ რომ ხილი არ რა ხილი, რის ხილიო და რეალურად ხო, მჟავე გვირჩევნიაო და რეალურად ის კი ის მჟავე გემოვნურ ცვალებადობებს კი იმაშვება ეს მწნილი და ესენი ყველაფერი, მაგრამ რეალურად ხილს უფრო სწრაფად გამოყავხარ. მაგას ჯობია რომ აიღო, თქვათ იმ 1 კიტრს აიღო გრეიფუტი და ფორთოხალი 2 ცალი და 2-3 საათში გამოგიყვანს ამ ნაბახუსებიდან, იმიტომ რომ შეავსებს ამ ელექტროლიტურ დისბალანსს ორგანიზმის. აქედან გამომდინარე, ხო, მესმის ძალიან რთული საკითხია, მაგრამ უფრო მალე გამოგიყვანს ამ მდგომარეობიდან. რაც შეეხება სასმელის დამატებას, სასმელის დამატება ესეთ შემთხვევაში არის უბრალოდ სიმპტომის გადაფარვა და დროში გახანგრძლივება, იმიტომ რომ აი ამ ნაბახუსების სიმპტომებს გადაფარავს, მაგრამ ამ შემთხვევაში უპირატესობაც ენიჭება, თქვა თუთის არაყი უკეთესია. გამოსაყვანად ნაბახუსებიდან ვიდრე ჩვეულებრივი არაყი. ან შეგვიძლია თქვათ უპირატესობა მივანიჭოთ კიდევ თუ თუთის არაყი არ იქნება, ტყემლის არაყი კარგია ძალიან ესეთ შემთხვევაში. ნუ ეხლა კარგია ცოტა ისეთი უხეში ნათქვამია, მაგრამ თანმიმდევრობის თვალსაზრისით. როგორ მნიშვნელოვანი დოზა არის მან. დოზა აუცილებლად საუბარი არის დაახლოებით 200 მილილიტრის ფარგლებში. ბევრი არა, მეორე დღეს ბევრი არ უნდა მოგვივიდეს. არა რეკომენდებული მეორე დღეს ნაბახუსების პერიოდში დამატება ღვინის, რადგან უფრო შეიძლება გაახანგრძლივოს ეს პროცესი ნაბახუსების და ასევე ლუდს რაც შეეხება, აი ლუდზე არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, იმიტომ რომ ზოგადად კალორიული პროდუქტია, წოდაში კიდევ უფრო მოამატებინებს, შეფერილობას უფრო მისცემს და ესე სწრაფად მაინც ეფექტს არ იძლევა ლუდი, უფრო გახანგრძლივებულ ეფექტს იძლევა ლუდი ამ ნაბახუსების გამოსვლიდან. აქედან გამომდინარე მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ უფრო ნატურალურ პროდუქტზე გქონდეს ორიენტაცია აღებული ესეთ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ეხლა ვერ აცდებით ამ დალევის საკითხს საახალწლო პერიოდში. მცირედად ყველა აი ამ პროდუქტებს მივეპარებით, შეიძლება ესე ითქვას, მაგრამ მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ მეორე, მესამე დღე იყოს თავისუფალი, ბალანსირებული და იმ დარღვევის დღესაც წყლის მიღება არ დაგვაუწყდეს არავითარ შემთხვევაში. მადლობა დამომწურავად, ასე ვთქვათ, გვამცნო როგორ უნდა მოიქცეთ ახალ წელს. შენ გითხრა და როგორ მოიქცები, ახლა უკვე შენზეა. ჩემზეა დამოკიდებული ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა შოთა. ესე იგი მომავალი წლის, ანუ 2025 წელს შევხვდებით უკვე ჩვენ ერთმანეთს, წარმატებებს, მშვიდობიან წელს გისურვებ, ყველაფერს საუკეთესოს. და ეხლა ჩვენს ეთერს საინფორმაციო გამოშვება პირველებს უნდა დავუთმოთ. თქვენ დაგველოდეთ, ჩვენ დაგემშვიდობებით, წარმატებულ დღეს და მშვიდობიან დღეს გისურვებთ. შევხვდებით მომავალ წელს. დროებით გემშვიდობებით.